Გავითარებაა საქართველოს ფსიქიატრიულ კლინიკებში. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი დაწესებულებათა მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. მოშლილი ინფრასტრუქტურა, მძიმე საცხოვრებელი პირობები, არასათანადო მოპყრობა და მკურნალობის მოძველებული მეთოდები. არასამთავრობო სექტორის საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს, ვითარება განსაკუთრებით მძიმეა რეგიონებში. არსებობს თუ არა მდგომარეობის გამოსწორების გზები და რა გეგმები აქვს სახელმწიფოს ფსიქიატრიულ კლინიკებთან დაკავშირებით. ნახეთ სალომე ქოქიაშვილის რეპორტაჟი. ფანჯრებს იქით სულ სხვა სამყაროა, რომელსაც ამ შენობის ბინადრები როგორც წესი გისოსებს მიღმა ხედავენ. შიგნით კი სურათი მძიმეა, დაბზარული კედლები, ჩამსხვრეული მინები და ამორტიზებული ინფრასტრუქტურა. ასე გამოიყურება ქუთილის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, სადაც 600-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ხონის რაიონში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აგებული შენობა ახლა ავარიულ მდგომარეობაშია. უსახსრობის გამო კაპიტალური რემონტი აქ არც ერთხელ არ ჩატარებულა. შეკეთებები რაღაცებს ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახსრებით, მაგრამ დაწესებულებას ახლა მაგის სახსრები ნაღდად არ აქვს, რომ ინფრასტრუქტურა თვითონ გააძლიეროს იმ დონეზე, რასაც ევროსტანდარტები მოიცავს. ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში ქუთილის კლინიკა სურამისა და ბედიანის საავადმყოფოებთან ერთად იმ დაწესებულებათა შორის მოხვდა, სადაც მძიმე ყოფითი პირობების გამო პაციენტთა უფლებები ყველაზე მეტად ირღვევა. არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგი ქვეყნის ყველა ფსიქიატრიულ კლინიკაში განახორციელა და საგანგაშო დასკვნაც დადო. მძიმე საცხოვრებელი პირობები, არასათანადო მოპყრობა და მკურნალობის მოძველებული მეთოდები. ადამიანის უფლებათა ცენტრის ექსპერტების აზრით, ხარვეზები დედაქალაქშიც მრავლად არის, თუმცა განსაკუთრებით მძიმე პირობები სწორედ რეგიონალურ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში შექმნილი. რეგიონში არსებული მდგომარეობა ეს შეიძლება შევაფასოთ როგორც გაუსაძლესი პირობები ადამიანებისთვის. ანუ როგორც პრინციპში ტანჯვა. ასეთი ადამიანისთვის იქ ყოფნა ასეთი ტიპის დაწესებულებაში მართლა ტანჯვას უტოლდება. მდგომარეობას, რომელზეც არასამთავრობო სექტორი საუბრობს, კარგად იცნობენ სახალხო დამცველის აპარატშიც. გასულ წელს ომბუდსმენის ოფისმა სფეროში არსებულ პრობლემებს ცალკე ანგარიშიც მიუძღვნა, თუმცა მდგომარეობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მნიშვნელოვნად არც ამის შემდეგ შეცვლილა. ინფრასტრუქტურა არის სრულიად მოძველებული და ხშირად არაადამიანურ პირობებსაც კი შეგვიძლია გაუთანაბროთ იქ ადამიანის ცხოვრება, თუმცა ეს რომ გარემოდეს ისევ და ისევ ალბათ ჯანდაცვის სამინისტროს უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო. ის რომ ფსიქიატრიულ კლინიკებში პაციენტებს ხშირად გაუსაძლეს პირობებში უწევთ ყოფნა ჯანდაცვის სამინისტროში ციციან. უწყებაში ამბობენ, რომ ცოტა ხნის წინ სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც პრობლემების გადაჭრაზე მუშაობს. შეფასება, ანუ სიტუაციის დეტალური ანალიზი არის საწყისი წინაპირობა იმისთვის, რომ სწორედ მოხდეს დაგეგმარება. ინფრასტრუქტურული, პროგრამული, პროტოკოლური, ასევე ადამიანის უფლებათა კუთხით, პაციენტთა უფლებათა დაცვის კუთხით შეფასდება კომპლექსურად არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები და კონკრეტული გეგმები იქნება დადებული. სპეციალისტების ინფორმაციით ფსიქორეაბილიტაციის კურს დღეისთვის 80,000-მდე ადამიანი საჭიროებს, თუმცა ფსიქიატრები ამბობენ, რომ მათთვის სრულფასოვანი დახმარების გაწევას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როცა სფეროში არსებულ ხარვეზებზე სახელმწიფოზე და საზოგადოებაც მეტად იზრუნებენ და გააცნობიერებენ, რომ პრობლემა სისტემის გაუმართავობაშია და არა კონკრეტულ ადამიანებში.